ყრილობის გადაწყვეტილებით ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარედ. გილოცავთ ბატონო ირაკლი. გამოცხადებული ნდობისთვის თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. 7 მაისს ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ მეორედ აირჩევენ. თავის გამოსვლაში აქცენტს ირაკლი კობახიძე ძირითად გამოწვევებზე გააკეთებს. ეს არის პირველ რიგში საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირებულებების დაცვა. ახლახანს შესრულდა 13 წელი ქართული ოცნების დაფუძნებიდან. ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მშვიდობიანი განვითარებისთვის, კეთილდღეობისთვის, ქართველი ხალხის ღირსების დაცვისთვის უთანასწორო, მაგრამ მართალი და წარმატებული ბრძოლის 13 წელიწადი. ამ ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა და საბადიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მე თავისუფლებას მივცემ თითოეული თქვენგანის სახელით, მას გადავხდი უდიდეს მადლობას ქართული საქმის კეთებისთვის. ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა, როდესაც საქმე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა, არასდროს არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. დღეს ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. გარე ძალების ზეწოლისა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგობა. სამყარო დგას ურთულესი გამოწვევების წინაშე. ხედავთ, როგორც ცდილობენ გავლენიანი ძალები სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი დაათმობინონ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებსაც კი. ბუნებრივია, ამ არაჯანსაღი გლობალური პოლიტიკური პროცესების მიღმა ვერც საქართველო აღმოჩნდებოდა და შესაბამისად, მთელი 13 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევდა და გვიწევს უკომპრომისო ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობისთვის. პარტიის მომავალი არჩევნებისთვის მომზადება. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის. ქართველი ხალხის ხარდაჭერით ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. საზოგადოების გაერთიანების აუცილებლობა. სახელმწიფოებრივ ამოცანებთან ერთად ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული მიზანი, ორი ეროვნული ქართული ოცნება. ჩვენი მიზანია კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ქართულ ოჯახში. ჩვენი ეროვნული მიზანია საქართველოს გამთლიანება. გამთლიანებაში ერთი მხრივ გულისხმობთ ქართული საზოგადოების გაერთიანებას. ჩვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ ქართველებს გარედან თავს მოგვახვიონ ერთმანეთის სიძულვილი. როგორ ცდილობენ დათესონ სიძულვილი ყველაფერი ქართულის, მათ შორის ქართული სახელმწიფოს და ჩვენი დედა ეკლესიის მიმართ. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასასწინო თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას. ირაკლი კობახიძე უკვე არა მხოლოდ ქვეყნის პრემიერია, არამედ მმართველი პარტიის თავმჯდომარეც. როგორი თავმჯდომარე შეიძლება იყოს ირაკლი კობახიძე? კითხვები არ დასმულა. ეს ხომ მისი სადებიუტო წელი არ არის. უკვე ყველა კარგად იცნობს და ყველამ კარგად იცის, როგორ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ რეაგირებს კრიზისზე, როგორ ჭრის პრობლემებს. და რაც მთავარია, როგორ ახერხებს თითქოს წაგებული პოლიტიკური რაუნდიდან გამარჯვებული გამოსვლას. ამიტომაც მისი კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი ეჭვს არ იწვევს. გუნდი ბოლომდე ენდობა. 2021 წლის 16 იანვარს კი, როცა პარტიის თავმჯდომარედ პირველად აირჩიეს, ბევრმა იკითხა, რამდენად შეძლებს რთულ გამოწვევებთან გამკლავებას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის შენარჩუნებას. აინტერესებთ, რადგან 2021 წელს ქართული ოცნება რთული გამოწვევების წინაშე დადგება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა. ოპოზიცია პროცესების რადიკალიზაციას აგრძელებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხის აღიარება არ უნდათ. ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული. ოპოზიცია ქუჩაში რომ დგას და ხმაურობს. ეს შეიძლება მთავარი არ არის. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლა ბევრისთვის ფაქტორია და ამასაც თავისი ახსნა აქვს. ბიძინა ივანიშვილი ხალხის უმრავლესობის სრული ნდობით სარგებლობს. ის უკვე საერთო ეროვნული ლიდერია. სააკაშვილის რეჟიმის დრამატული და ტრაგიკული მმართველობის შემდეგ საზოგადოება მომავლის რწმენას და იმედს მის სახელს უკავშირებს. წარსულის შესაძლო დაბრუნების შიში ცოცხალია, რაც იყო ხალხს არ უნდა რომ განმეორდეს. მაშინ ასეთი განწყობების ფონზე
ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენს, რომ ახალგაზრდა ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების წარმატების ისტორიას გააგრძელებს. გადავხედოთ ამ ისტორიას. ვნახოთ, რა პოლიტიკურმა მოვლენებმა იქონია გავლენა მისი როგორც ლიდერის ფორმირებაში. 2021 წლის 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგება. მე მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე დაკავებული თანამდებობით. ეს ირაკლი კობახიძის პირველი სერიოზული გამოწვევაა. ჯერ ერთი თვეა პარტიის თავმჯდომარე დაირჩიეს. ოპოზიცია ქუჩაშია და ხელისუფლებას არყევს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისშია გამაგრებული. რადიკალები, მათი აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ღამეებს უთევენ, რომ არ დაიჭირონ. ამ ფონზე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მელიას დაკავებაში მონაწილეობის მიღება არ სურს და მიდის. არადა ცოტა ხნის უკან სწორედ გიორგი გახარია არწმუნებს ქართულ ოცნებას, რომ ნიკა მელია დასაჭერია. სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსენითო. ახლა კი ხმაურიანად გადადგა. მელიას დაკავებას აღარ ემხრობა. პოლარიზაციას გამოიწვევსო. ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი მართსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას არის მიუღებელი. მართლ პარტიაში დაბნეულობა გაჩნდება. პრემიერის გადადგომა. თანაც ასეთ დაძაბულ ვითარებაში ბუნებრივია მათ მხარდამჭერებში შოკსაც კი იწვევს. ნაციონალური მოძრაობის ოფისში პირიქით. გამარჯვებას ზეიმობენ. რადიკალებს უხარიათ. პრემიერი უკვე გადავაყენეთ. ახლა ვადამდელ არჩევნებსაც მივაღწევთო ირწმუნებიან. ტაშს უკრავენ და ოვაციებს ვერ მალავენ. მაგრამ ეს სიხარული მხოლოდ 1 საათს გასტანს. 1 საათის შემდეგ მედიას ბრიფინგზე ქართული ოცნების ოფისში იწვევენ. პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ჟურნალისტებს ხვდება. უკან მთელი გუნდი უდგას. ირაკლი კობახიძეს სურს აჩვენოს, რომ მართველი ძალა ვითარებას სრულად აკონტროლებს. ოცნების გუნდი ერთად დგას და არანაირი კრიზისი არ იქნება. დაძაბულობა მალევე განიმუხტა. პრემიერის პოსტი თავდაცვის მაშინდელ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შესთავაზეს. გახარიას გადადგომიდან 3 საათის შემდეგ უკვე ყველა დაინახავს, რომ ირაკლი კობახიძემ გუნდის კონსოლიდაციად შეძლო და სწორი გადაწყვეტილების მიღებაც. ქვეყანას ახალი პრემიერი ეყოლება. დამნაშავე მელიას კი რამდენიმე დღეში უმტკივნეულოდ დააკავებენ. ის რომ ამ გადადგომისთვის გახარიას ამზადებდნენ, რომ სინამდვილეში ეს ჰუმანური აქტი კი არა გუნდის ღალატია, მოგვიანებით გავიგებთ. ღიად სურათს მაშინ დავინახავთ, როცა ირაკლი კობახიძე დეტალებზე ალაპარაკდება. იტყვის, რომ პრემიერის გადადგომა მიზნად ისახავდა ქვეყნის დესტაბილიზაციას და ხელისუფლების ვერტიკალის ჩამოშლას, რომ გახარია სხვების დავალებას ასრულებდა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებას ცდილობდა. ანუ გეგმა არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება, რომ მელიას ვერ აკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა, ხო? ანუ კაცი ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს, მოიშორა ეს სამაჯური, მაგრდება პარტიის ოფისში, გეუბნება ვერ დამაკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი ხო ასეთ ვითარებაში, როცა ვერ აკავებ და ამ დროს წარმოიდგინეთ თქვენ ეს სურათი, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე უცბად გამოჩნდება სადღაა სახელმწიფო. ეს იყო სცენარი. და დავალება, გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა მისი მხრიდან. პირობა მისცა უმრავლესობას, რომ კანონს აღასრულებდა. და 3 დღეში მოდიხარ, ჯერ შენ სიტყვასაც უნდა გქონდეს ფასი, მაგრამ აგენტი როცა ხარ, არც ერთ შენ სიტყვას არ აქვს ფასი, იმიტომ რომ დღეს ერთ რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო, ხოლმე მეორე რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო. ირაკლი კობახიძე მაშინ პირველად აჩვენებს, რომ შეუძლია ვითარების სწრაფად შეფასება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და რისკების სწრაფად გადაზღვევა, შიდა რადიკალურ პროცესებთან დაპირისპირება. როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარისთვის, მეორე სერიოზული გამოწვევაა. მისგან უბრალო წარმატებას კი არ ელიან, არამედ არჩევნებში გამარჯვებას. ამისთვის კი ჯერ რადიკალები ქუჩიდან პარლამენტში უნდა შეიყვანოს, პოლიტიკური პროცესი განაახლოს. საარჩევნო კამპანია აუცილებლად მშვიდ და კონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს. ასეთი რადიკალიზაციის ფონზე კი ეს შეუძლებელიც ჩანს. გამოსავალს ის ამ ჩიხურ ვითარებაშიც იპოვის. სწრაფად და სწორად ამოიცნობს ხელოვნური კრიზისის ხასიათს და მასშტაბს. შეიმუშავებს ანტიკრიზისულ სტრატეგიას და სამომავლო რისკების პრევენციასაც მშვიდად მოახდენს. 2021 წლის 1 მარტს თბილისში შარლ მიშელის ვიზიტი იწყება. შუამავლის როლი ხელისუფლებასა და რადიკალებს შორის მან უნდა შეასრულოს. მასთან ერთად კი ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმა. ჯერ კიდევ არ ვიცით. ან ძალიან ცოტა მიცის, რომ სინამდვილეში ქუჩის ბოიკოტს უკან სწორედ ის ძალებით განან, ვინც შერიგების მისიით გამოდის.
ხელახალი არჩევნები სწორედ მათ სჭირდებათ. ქართული ოცნება რომ ხელისუფლებას ჩამოაშორონ. გახარიას გადაყენება შედეგს ვერდებს. ამიტომაც სხვა მექანიზმების ძებნას იწყებენ. ოპოზიციას და NGO სექტორს კი ქართულ ოცნებაზე ზეწოლის იარაღად იყენებენ. ამჯერად ისეთი შეთანხმება უნდა გააფორმონ, რომელიც ქართული ოცნების შეცვლას უზრუნველყოფს. პროცესში ირაკლი კობახიძე შედის. ის მოლაპარაკებებში ერთვება. ოღონდ ერთვება მკაფიო ხედვით. მართლ პარტიასა და ოპოზიციას შორის 4 პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდება. ოპოზიციას ახლაც უხარია. გამარჯვებას ისევ წინასწარზე იმობს. დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების შეცვლა გარანტირებული აქვს. ოპტიმიზმს შეთანხმების ის პუნქტი აძლევთ, რომელიც მართლ ძალას ავალდებულებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ კი ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. სინამდვილეში ეს იქნება ტაქტიკური სვლა. მართველი გუნდი ამ პირობის მიღებით რადიკალებს აიძულებს ბოიკოტი შეწყვიტონ, ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლონ და ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადონ. მოგვიანებით ქართული ოცნება კიდევ ერთ მარტივ სვლას აკეთებს და პოლიტიკურ პროცესს მთლიანად აზღვევს. ის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გადის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. მეორედ იმიტომ, რომ შეთანხმებაში ხელოვნურად დაწესებული 43%-იანი ბარიერი ქვეყნის რადიკალიზაციის პროცესს ზრდის. ქართული ოცნება ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ადგილობრივ არჩევნებზე გადის. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბს უკვე მესამედ იბარებს. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მართველი გუნდი კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. მიხეილ სააკაშვილი არაჟნის კონტეინერით საქართველოში დესტაბილიზაციის ასაგორებლად შემოიპარება, მაგრამ მასაც ისევე მარტივად აკავებენ, როგორც თავის დროზე მელიას. ოპოზიცია არჩევნებში მარცხდება. ქართული ოცნება 47%-ს მიიღებს. და მაშინ როცა თითქოს ყველა სირთულე გადაილახა, ყველა პოლიტიკური ბატალია დასრულდა, მოლოდინია რომ პროცესები პოლიტიკურ კალაპოტში ჩადგება, ქართული ოცნება კიდევ უფრო სახიფათო გამოწვევის წინაშე დადგება. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრება და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ყველაზე კარგად, რატომ იბრძოდნენ გარე ძალები საქართველოში ქართული ოცნების შესაცვლელად. რადიკალების ლექსიკიდან ქრება ტერმინი არჩევნების გაყალბება. ისინი ომის დღის წესრიგზე გადადიან და ხელისუფლებას ომისკენ მოუწოდებენ. ირაკლი კობახიძეს გუნდთან ერთად უკვე ამ მძიმე გამოწვევასთან მოუწევს გამკლავება. ეს უკვე არც შიდა პარტიული გამოცდაა და არც შიდა პოლიტიკური კრიზისი. თამაშის არეალი ფართოვდება. სასწორზე კი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დგება. ეს კი სახიფათო პინგ-პონგის თამაშს ემსგავსება. ომის დაწყებიდან ერთ კვირაში ბრიუსელი აცხადებს, რომ ევროკავშირი გაფართოებისთვის უკვე მზად არის. ეს მარტივ რამეს ნიშნავს. ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს, შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. პარტიის თავმჯდომარედ პირველად არჩევის დროს ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ ქართულ ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია აქვს და რომ განაცხადს პარტია 2024 წლისთვის გააკეთებს. ჩვენი ამბიციური გეგმა შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. მაგრამ ომი პროცესებს აჩქარებს. ძალიან ცოტას ესმის, რომ სინამდვილეში ეს არის ხაფანგი საქართველოსთვის, რომ სინამდვილეში ეს არის შანტაჟის მექანიზმი იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულონ დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რაც მხოლოდ საქართველოს დაასუსტებს და დაანგრევს. ირაკლი კობახიძე იტყვის, რომ ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის სოლიდარულია. საქართველოს ხელისუფლება კი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ ქართული ოცნება იმოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი ხალხი იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და რა თქმა უნდა ჩვენ გავართ მათ გვერდით. ჩვენ ხედავთ, როგორ გულშემატკივრობს ქართველი ხალხი უკრაინელ მეგობარ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. და ამასთან ერთად კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას და იდგება, რა თქმა უნდა, ჩვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი სახელმწიფო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მართველმა ძალამ იცის, რომ ეს ომი ქვეყანას მხოლოდ ნგრევას და განადგურებას მოუტანს. გლობალური ომის პარტიის გეგმა კი ასეთია: თუ ქართული ოცნება ომის პირობებს არ მიიღებს, ომში არ ჩაერთვება, მაშინ გაწევრიანების პროცესიდან გათიშავს. ეს ხალხს გააბრაზებს. გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გავა და ქართულ ოცნებას შეცვლის. ამიტომაც არის ეს ხაფანგი. რადიკალები და NGO სექტორი, რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინს ხალხში მაქსიმალურად აღვივებს. მართველი პარტიის ლიდერს,
აქაც ძალიან კარგად ესმის, რას ემსახურება მთელი ეს აჟიოტაჟი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. ამ აჟიოტაჟსაც აქვს ერთადერთი მიზანი, აღნიშნული განაცხადის სანქციების დაწესებასა და შეერაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას დაუკავშირა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა იქნება უმძიმეს შედეგის მომდანი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება. სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა. თუმცა ფონი იმდენად ემოციური, უმოქმედობის რისკი კი დიდი, რომ ქართული ოცნება ამ პროცესში ჩშევა. ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს. უწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც ჩანს, ქართული ოცნებისგან ასეთ გაბედულ და რისკიან სვლას ბრიუსელში არ ელოდნენ. მთელი ეს პროცესი ხომ სინამდვილეში მმართველი პარტიის გზიდან ჩამოსაცილებლად სჭირდებოდათ. ახალი წევრების მიღებას სინამდვილეში არავინ გეკმავდა, მაგრამ ეს მოგვიანებით გამოჩნდება. როცა შარლ მიშელი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, 2023 წლის 28 აგვისტოს სლოვენიაში გამართულ ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე განაცხადებს. ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად 2030 წლისთვის უნდა მოემზადოსო. გაფართოების პროცესი რთული და ზოგჯერ მტკივნეული იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. მაგრამ ჯერ 2022 წელია. ივნისში ევროკავშირის სტატუსს მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას მიანიჭებს. საქართველოს ევროპულ პერსპექტივას მისცემენ. 12 პუნქტიან გეგმას დაუწესებენ და დედლაინს განუსაზღვრავენ. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს სტატუსზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთო იტყვიან. ირაკლი კობახიძე რეალობას კარგად ხედავს. ყველა დეტალს ამჩნევს. იცის რა ინტერესები აქვთ გარეძალებს. პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო გუნდთან ერთად 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს იწყებს. პარლამენტში სპეციალურ სამუშაო ჯგუფს ქმნის და მუშაობაც იწყება. ქართული გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. თუმცა ოპოზიცია ამ თემატურ ჯგუფებში არ მონაწილეობს. დარწმუნებულნი არიან, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას სტატუსს არ მისცემს. და ეს მათი ვარაუდი არ არის. იციან, რომ ოპოზიციას რევოლუციისთვის ამზადებენ. კანვასის ტრენინგები ამის ნათელი მაგალითი ხდება. როცა სტატუსს არ მოგცემენ, მაიდანი უნდა გაშალონ. ხალხის ასაჯანყებლად საფუძველსაც ამზადებენ. ირწმუნებიან სტატუსი არ გვეკუთვნის და არც მოგცემენ. ხელისუფლება კი ევროკავშირი თუ გვინდა უნდა შეიცვალოსო. თავსებელია ევროპასთან ის რაც ხდება ამ ქვეყანაში. აქ მაქვს მოტანილი მტკიცებულებები იმის თუ როგორ ეწინააღმდეგება ყოველდღიური თქვენი ნაბიჯი ევროპასთან ინტეგრაციას. დღეს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ევროკავშირში არის წარმოუდგენლად რთული. არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა. რომ ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს თქვენ პირობებში ვერ მივიღებთ. სტატუსის წინააღმდეგ გამოდის ყველა, ვინც დასავლეთიდან დაფინანსებას იღებს. ოპოზიციური ჯგუფები, მედია საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული პირები და უკვე სალომე ზურაბიშვილიც. ირაკლი კობახიძე კარგად ხედავს. მთელი ეს რადიკალური და აგრესიული პროცესი გარედან მიღებული ფულით როგორ იმართება. ხალხის ნებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. და აქ მმართველი გუნდი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პროცესს დაიწყებს. ასეთი კანონები დასავლეთში უკვე მოქმედებს. იქ ყველა ვალდებულია აჩვენოს რა თანხებს ღებულობს გარედან, რა მიზნებისთვის და როგორ განკარგავს მას. მაგრამ ახლა როცა კულისებში მაიდნის დაფინანსება მიდის, ასეთი კანონი გარეძალებს განსაკუთრებულად არ აწყობთ. და აქ პროცესში პირველად აქტიურად გამოჩნდება ამერიკის ელჩი კელი დეგნანი. ის იტყვის, რომ კანონი რუსულია. ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა. ამიტომ ისმის ერთიანი შეშფოთება გაეროსგან, ევროკავშირისგან, შეერთებული შტატებისგან. ქუჩაში გამოვლენ, პარლამენტში იჩხუბებენ, აქტივისტებს მოლოტოვის კოქტეილებს მისცემენ. ამ კოქტეილებს კი პოლიციას ესვრიან. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ამ კანონს ქართული ოცნება გვიან მაინც მიიღებს. ცოტა ხნით დროს მოიგებს და პაუზას აიღებს.
და ესეც ტაქტიკური სვლა იქნება. სტატუსს საქართველოს 2023 წლის დეკემბერში მიიღებს. ირაკლი კობახიძე იტყვის. ჩვენ ვიბრძოლეთ და ტკბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელიც იყო მოაზრებული როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს იყო ხელისუფლების დამსახურება, რა თქმა უნდა, ქართული ხალხის დამსახურება პირველ რიგში. მაგრამ 2024 წელს ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. გარე ძალების მხრიდან ზეწოლა მხოლოდ გაძლიერდება. ქვეყნის შიგნით კი ოპოზიცია მაქსიმალურად გააქტიურდება. ახლა სასწორზე უკვე მოლაპარაკებების გახსნის პროცესი დგას. ეს პროცესი კი უცნაურად დაამთხვიეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ხელისუფლება რომ ზეწოლას არ დაექვემდებარა, ეს უკვე გაარკვიეს. ამიტომაც ახლა პირდაპირ ამ მომრჩეველს მიმართავენ. ყველა კანონს და წესს არღვევენ. ხან ბრიუსელიდან და ხან თბილისიდან ელექტორატს უთვლიან. თუ გინდათ ევროპა ხმა ქართულ ოცნებას არ უნდა მისცეთო. 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმად შემთხვევით არ შეფასდება. ფილა ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი, ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ეს არის რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია. ეს მართლაც იქნება გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის. ამ გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე ისევ ირაკლი კობახიძე დგას. საარჩევნო შტაბს ამჯერადაც მას აბარებენ. ქართული ოცნება 2012 წლის საარჩევნო შედეგს გაიმეორებს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. არჩევნები პირველად ჩატარდება ელექტრონული წესით. საარჩევნო რეფორმის ავტორიც ირაკლი კობახიძეა. ის არა მხოლოდ არჩევნების შედეგებს დააზღვევს ზედმეტი კითხვის ნიშნებისგან, არამედ რევოლუციურ რისკებსაც მაქსიმალურად შეამცირებს, როცა გარე ძალებს ევროინტეგრაციის პროცესით შანტაჟის ინსტრუმენტს გამოაცლის. მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასეთი სერიოზული და სახიფათო კრიზისების ფონზე ჩამოყალიბდება ირაკლი კობახიძე ლიდერად და გავლენიან პოლიტიკოსად. მან აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის იდენტიფიცირება, მასზე სწრაფი რეაგირება, ანტიკრიზისული გეგმის შექმნა და წონასწორობის აღდგენა. ამიტომაც აირჩიეს თავმჯდომარის პოზიციაზე მეორედ. ამიტომაც იმსახურებს ნდობას.